მახარაჯის რაიონის მშრომელებმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მომავალი პლენუმის აღსანიშნავად გაჩაღებული შეჯიბრების შედეგად რამდენი ახალი ამბავი ხდება ქვეყანაზე და მე ახლა გავდივარ პენსიაში. ესაა საქმე? აბა ასლანი ხომ არ უნდა იმუშაო, შედალოცვიბო. დაბირდი და გულს მაინც არ იკეხავ. როცა კაცი მუშაობაშია ჩაბული ჩემო ნატალია, თავს ახალგაზრდად გძრობს. მოგიძებნე ეს შემცვლელი. გამოძებნიან ვინმეს. გამარჯობა გამარა. გაიღვიძე? შედარგი იყო გუშინდელი დღე რა. ზღაპრად გადამეცა შენ მახილონ დამატკბო გული გახარა თითქოს გავთაგულუხვა დაიბერდა ზეცა ვარსლავები წინწინით თავზე დაგაყარა თითქოს გავთაგულუხვა დაიბერდა ზეცა ვარსლავები წინწინით თავზე დაგაყარა ითვლის სიცოცხლის უკანასკნელ ძამებს თითქოს თვითონ სიბნელეც აენთო დაიძის ამისთან ალამაზმა უჩვეულო ღამემ უჩვეულო ლამაზი სიყვარული იცის ამისთან ალამაზმა უჩვეულო ღამემ უჩვეულო ლამაზი სიყვარული ლამარა ლამარა გაიღვიძე შვილი იცი როგორ მეძინება დედა ადექი უპედროა 5 წუთი კიდევ 5 წუთი 6 საათია დაგაგვიანდება ლამარა არ მინდა სულ არ წავალ სამუშაოზე ნეტავ შეიძლებოდეს რომ არ წახვიდე ადექი გენაცვალე ადექი შვილი აბა ადექი ეს ვინ არის?
არ მოგდანს? სახით კარგია რა უშავს. რა ოჯახის შვილი? მამამისი ინჟინერია. სწავლობს? ეხლა დაამთავრეს. გიყლარ? ხო. ხალ მოიყვანდა გაგაცნო. Давай, Наталья. საღამოს პროგრამას შესავალ სიტყვის მინისტრი ან პირველი მოადგილე. ნამდვილად? კი, ექსაქტი შეთანხმებულია. 50 წელი ადამიანი ფოსტას ემსახურება და ორ სიტყვას დამატებია. აბა. მოხსენებას აიგავ თქვენ. ახლა მე მოხსენებისათვის ალია? მოხსენება უკვე მზად არის. აჰა. ხო, მერე? მილოცვები და საჩუქრები. საჩუქრად რასაპირებ? მაცივარ შენჯირიმე და მეფს რომ მიკეტება. მაცივარ უნდა გამოიტანოს სცენაზე. პასპორტ ჩავაბარეთ. მაცივარ სახში. პასპორტი ეფექტს გვაქვს. ნუ აპკუდის მეტებს მივაშალე. მე კონცერტი. დია. ეხლა ეს კარგადაა მოფიქრებული. ძალიან. ხოლო ეს ჩვენი საჩუქარი მოულოდნელი უნდა იყოს გიორგისათვის. მართალია. შენ ცოტა გძელი ენა გაქვს და გაფრთხილებ იცოდე. მე პატივცემულო არისო? დიახ, თქვენ. ჩემსავით ვინ იცის საიდუმლოების შენახვა? კარგი. ერთი კონცერტის შინაარსი გამაცანი. უკაცრავთ, უფროსი თქვენ ბრტანდებით. არა. აი კაც. ნახე. შეიძლება? მოგზადით. დავწერთ. გამარჯობა ხენია. გამარჯობა. რა ვახარ? მადლობა, კარგად. როგორ ახარ გოგუებო? კარგად, მადლობა. კარგად იყავი. დია გიორგი, შეიძლება? არ გამწყვეტ და ხვალდილას მათი ვართ მიიღებს საჩუქრად. უშეშ მაგას. კარგი. გამარჯობა ციალა. გამარჯობა. რა? არა. გამარჯობა გურიდებო. გამარჯობა. მოიცა გიორგი. გამარჯობა. რაღაც მინდა გითხრა საიდუმლოდ. ხმა, კრინტი. ყვალ მოულოდნელი უნდა იყოს ჩემთვის ეგმაცივა. გამარჯობა რუსიკა. რა ხარ? კარგად. აგი ნაგათხოვდა ხო? არა, ო, უბრალოდ გამარჯობა, როგორ წანდე? როგორ გიგიხარ? მადლობს, კარგად. როგორ წანდე? სულ კარგად წანდევან. კარგად. გაგივა. შურა გამარჯობა. ჰალო, რაგრება ბატონო. რაგრება ბატონო. ბატონო. გავგზავნე ბატონო და მე ვერ გავყვები თქვენ საკეთ. დიახ ბატონო. რას მიშვები გიორგი? 10 ჯერ თხოვეს რაც მოიტანე. ყვალ გაზეთი უნდა გამოვიდეს. ხომ მოგიტანე რაცო? რა? არა, შენ არიყავი და აგრაფინას გადავეცი. გადაეცი. 25 წლის გადაღებული სურათი? აბა შენ ბებერი კაცი გინდა დამხატო გაზეთში?
უმროლა ეგეთი ხონდა? შენი სურათი მომიდანე ლენინის ორდენიდან მედლებით ხო გადაღებული. აი, მაგაზი არ გეთქვივა. გიორგი. საიდუმლო, მაგრამ გეტყვი. საჩუქრად მოდის მაცივარი. ჩვენთან ძალიან ცოცხალი სამუშაოა. მოძრავი სახალისო. მუდამ სუფთა ხაერზე იქნები. უბანით ძალიან კარგი მოგანდა. აქ მუშებიც ცხოვრობენ. აკადემიკოსებიც, ინჟინრები, ექიმები, ფაბრიკაც არის აქ, თეატრიც, კინოც და ყველაფერი რაც კიდე სულო და გულო. რაიქოშვილო. აგატირებს. თუ არ მოგწონს სამუშაო ვიგაძანებს. მიგზავნიან მეც კადრებს. შეიძლება. მობძანდი გიორგი. გამარჯობათ. გამარჯობა. აი, შენი შემცვლელი. ახალგაზრდა ენერგიით აღსავსე. ეთყობა ცოცხალი გოგონა. უწინამძღვრე და გარკვია საქმეში. რა ქვია გოგონი? ლამარა. ლამარა. კარგი. მოდი აქ შვილო. გიორგი, ეცეთ. მინდა საიდუმლოდ გითხრა რომ მაცივარი. უკვე ჩაგიკაკლეს? კი. მადლობა. ნახავთ. მოდი შვილო. აბა ნანა გენაცვალე. ისწავლე გენაცვალე, ისწავლე შენ და შენი ტოლები ნავიგატორს ერთად დედამიწას ქმედი იქნება და მის გარშემო რაც კოსმოსში. გიორგი, გირის მამის წერილები აგვიანებს და ფოსტაში ხომ არ გუშინ წინარ მიიღე დედაშა. მე ჩემი შვილის ხელ დაწერილი წერილი მიიღე. კაცი ანტარქტიდაშია და აქედან აქობამდე წერილმა დაიგიანოს რა კაცაგირია. შეკაი კაცო, მოსკოვიდან დილით გადაფრენილი ადამიანი უკვე ვაშინგტონშია და რომელ სიშორეზე მელაპარაკებს? ხე, ეგეც მართალია ჩხომათა იცოცხლე. გამარჯობა, გალინა პეტროვნა. მოგზანდით ბიძე გიორგი. მოდი. ახალი რა არის? ბევრი საინტერესო ამბავი, გალინა პეტროვნა. ჩვენმა რაკეტამ მთვარეს მიაღწია. საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე ვაშინგტონში გაფრინდა. თბილისის ახლოს დამთავრდა ატომური რეაქტორის მშენებლობა და დანარჩენს თქვენ თვითონ წაიგეთ. ეს
გოგონა, ხვალიდან თქვენი ახალი პოსტალიონი იქნება. კარგი. ლავარა. გამოჩენილი მფრინავი რომ არის, ეგორავი. იმის ოჯახობა. და მაგისი ქმარი ისე თვითმფრინავზე ზის, რომლის სიჩქარე სახელმწიფო საიდუმლოება. კარგად წავდებოდი. კარგად იყავი, გოგოი. ლავარა. ამ მეხუთე სართულზე თუ გვაქვს რამე ასათანიშვილო. დასწრული წერილია ბიძე გიორგი. თამარას მათის სახელს. ხაბაროვსკიდან ხო? დიახ. მოეცია. როგორ მიჭირს ამ მეხუთე სართულზე ასლა, რომ იცოდე? გნებოთ მიევიღბენ. არა, შვილო. სულით და გულით მიჭირს, თარა მუხლით კი არა. მერე რა ბედნიერი ოჯახი იყო, ქმარი ინჟინერი, ცოლი კიდევ ექიმი. მერე? კაცი ერთი წლით გაგზავნეს ურალში სამუშაოდ. მერე? არ დაბრუნდა. მონებ იქ ვიღაცა შეუყვარდა თუ არ ვიცი, ერთი სიტყვით 3 წელიწადი გავიდა, წერილიც მოიწერა, ნუ მიცდიო, მაგრამ ეს მაინც უცდის. მერე რამდენს უნდა და მისი ცოლა ჩერდო, ეს ხაბაროვსკიდან. ქალი მაინც იმას უცდის. არ უნდა ოჯახი დაანგრიას. მომზადე. ალბათი თამარი დაზღოლია ხაბაროვსკიდან. თამარი. სულწავი და იმას კაცთან. რას ბრძანე, ბატონო? მე ბავში, ოჯახი. მეც ბევრი, ურჩი. მე მიდიხარ, ბავშვი ცოდო. კიდევ ერთხელ მისწერე ლევანს. ასე მიპასუხა. იმისათვის მივწერო, რომ ასე გაუხსნელი წაუკითხავი დამიბრუნოს. არა, აღარ შემიძლია მეყოფა. მივდივარ. გიყვარს ის ვისთანაც მიდიხარ, არ იქნები ბედნიერი. ასე მიპასუხა. ახლა კი ვარ. იცი რატომ წავიდა გივი ხაბაროვსკში? ჩვენ სამივენი კარგი ამხანაგები ვიყავით ინსტიტუტში. როცა მე ლევანი ვარჩია და გივის უარი უთხარი, მან მიატოვა გაურობა და წავიდა. ახლა კი, როცა გივიმ ჩემი ამბავი შეიტყო, სულ წერს, მეძახის. ხოდა მეც მივდივარ. რა ბედნიერი ოჯახი იყო. როგორ მიყვარდა მაგათ სახლში კარების შეღება. ლევანი ყოველთვის მეტყოდა. აუ მითხარ გიორგი, თუ ყავს ვინმე ჩემი თანახან? ამ თუ არის ჩემზე ბედნიერი ვინმე? როცა უბრალოდ შევიდიოდა,
უხსე დაიმყარა. გიორგი, წერილებს ყოველდღე გამოგზავნდი, თამარს და აბა, შენიცი. მერე წერილების წერა რომ შეწყვიტა, ხალი ძალიან მებრალებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის. ვიცი რაც გაწახებს გიორგი. მაგრამ არ. ლევანი მოვიწერება და ჩამოვაგებელად. და ახლა ხალი ხაბაროვსკში წერა. დამწვა იმის მაცოდო. წასვლის წინ ვეღარ მოითმინა და მითხრა. მივდივარ. დაგვტოვებ ყველაფერს. ჩემს ბედნიერებას, სიხარულს, ახალგაზრდობას, სიყვარულს. ახლა რომ შემოაყოს კარი ლევანმა დამიბრუნდეს ყველაფერს ვაპატია დღეს კიდევ ხაგიქვიანი იქნება ისე წავიდა რომ სიტყვითაც ვერ ვამოგეში საბრალო ქალი ამარ რაზმადე ჩაიბარეთ დებეშა ყველაფერი უნდა ნაპატიო. შენზე ძვირფასი არავინ მყავს. მოვფრინავ ტუთი, რეისი მე-7. ვიქნები 14-ში. თუ გიყვარდე დამხვდი. შენი ლევანი. რაიმე? ეს რა მოხდა? ერთმოთხე შემიჭირი. მომიწერეთ ხელიანს. მიუსწრებ ახლა მატარებელს. რაიმე? ბიჭო, ეს დილით მიღებული დებეშა, რა იქნებოდა ერთი ფეხით ადრე მოგედა? შენისთან ახალგაზრდა ამ დებეშას ახლა იმ ქალს კიდევ დროზე მიუსწრებთ. კაცო, მე? ხო. ვინ, სად, რანაირად? ბიჭია, ხო? დიახ. მე-5 თუ მე-6 ვაგონი. დაბერებულ ხარ ამ პოსტალიონობაში, კაცი და პოსტალიონობა ვერ გისწავლი. გავა, მატარებელს გამოვეკიდო, უკან. იქნებ გაფრენხულს დაედევო კიდე. ბიჭი გიორგი, მე დავიღებ დებეშას. მომიწერე დაო ხელი, მომიწერე. კაი, დებეშას აგვიანებ და კიდევ აქ იდგოდეთ. ლამარა, აბა, ჩქარა. ჩიტო, ჩვენ მიდივართ სადგურზე. მარჯვე კაცი კიდევ მიუსწრებს მატარებელს. გაჩერე. აბა, სადგურში ჩქარა შემიჭი. შეიძლება ჩქარა. ეს როდისაკეთ პოსტალიონებმა ტაქსი დაიწყეთ პოსტის დარება. ჩემო ძმაო, გაჭირება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო ხომ გაგიგონი. ჩქარა ეგება მოსკოვის მატარებელს მიუსწრებს. რაო? შენი გულისათვის მოძრაობის წესები დამარღვიო? აბა შეკაი კაცო. თუ ქალმა გაგვასწრო, მაშინ დაინკრა ოჯახი და ეკა. ბა. ხალი გაგიქცა? ერო გამექცეს მაღაზე ვინი დართავს. საქმე იმაშია, რომ ოჯახი ინგრევა. მე მაგ ოჯახს კარგად ვიცი. ქალი ექიმია 27 წელსა. ქმარი ურალში ყავდა და დღეს ჩამოდის ტუთი. იზიასნე, წესამდე ვახალი ხარ? ჩემი ბრალი ამხანაგო სერჟანტო მერახარები და ამხანაგო მატარებელზე გოგია. ძალიან გთხოვთ, არ შეგვისი, მართვის უფლება მომეც. აგერ დებეშა მაქვს და ამხანაგო გზავრი არ ვიცი, მე ამასთან ვხდები. შენ რა ოჯახი დაგრევა გინდა? ბავშვის მომოტატოება? მე ქმარი უნდა ჩამოვიდეს ახლა და გაიგე რა. ცოლი მიდის მატარებელს და ჩვენ გასაგებია? ძალიან გთხოვთ, ამხანაგო სერჟანტო დაგვეხმარა. რა ვერ გაი? მატარებელი მიდის და ფარდა დებეშა გამოუხდა. თუ ისეთი ჩამოვიდე დიდი მადლობა.
იმ სერჟანტის ბრალი. აბა. რატნა? ხადაშ დავეწევი, მაგრამ ხარა. გამარჯობა ლევან. სადაც დამალ. ბავშვი. წავიდა. აეროდრომზე? არა. აბა. სულ წავიდა. წავიდა. წერილს დაგიტო. არ მეგონა თუ ჩვენ სიყვარულს ასეთი ბოლო ეკნებოდა. მივდივარ შვიდობით. თამა. უცხოეთიდან ახალი მაღლები. ანახეთ რა. ეს არა მაქვს. რა კარგი მარკებია. არჩევნებს აქვს. ბიზია გიორგი. ხო, ჩუმათავადეთ რა. ახლაც მოშენ მე რას მიპირე. ამას უნდა შემასწინოს და ბოროტმოქმედება ჩამადეიდო. მოდი ჯერეს პატრონს ჩავაბარო. მე ვთხოვოთ. რაც იქნა ქემოქცე. ჰა? და. აი დაზღული წერილებია და ორგანე გიორგი. ეს ქალიშვილი შენი ასისტენტია. არა, ეს ხვალიდან თქვენი ახალი პოსტალიონი იქნება. ყოჩა გოგონა, რა მარაქვია სახელად. შენ მე კემიდია პისი. აბა დავერდი, თო გიორგი. კანტის რა დროსია ბაზონა. ნეკი. ბანგი. ერთად ხوارი მაქვს თქვენთან და თუ შეიძლება რამგან თქვა ახლა შენ ისეთი რომ არ შეგისრულ. ეს მარგები თუ შეიძლება რომ ავაწროთ. შენ ცადრავე. აი შენ მართლაც კარგი კოლექცია გექნება. მე არა და ერთი ახლობელი მეგობარი მყავს და
ის არის მაგის მოხალისე. მოგდანდეს. სად არის? სიამოვნებით გავეცვა. აგერ კარეთთან დგას და ახლა. ეს მოძვილია. ედგა. ხოდა, რა მოხდა შენავარკებში მე? ავსტრალიური. ავსტრალიური. სვანა კენგურუს დაგიმატეს. კენგურუს. აბა ნახოთ ახლა კენგურუს გაჩვენებ ხო? მოდი ახლოს მიჩვენა. გაქვს ასეთი? არა გაქვს. აბა? ასეთი? ასეთი მაქვს. ხო? ასეთი. უგულე შეგეც. უარ ფილატელისტი. ესეზე ცხოვრობდი ერთმანეთს არ ვიცნობ. გიგახიც. დარიენ დადიან. დადიან. დიახსა. ერთი ბილეთი. ეხლა მე და შენ პოსტაში შევიდე. ეს ჩანთა იქ დავტოვოთ. 1 საათის შესვენება გვაქვს. მოდი ვისაუბროთ. წავიდეთ ფუნიკულიოც. კარგით. აქ დავჭდეთ. Lamara, დღეს შენ ჩემი სტუმარი ხარ. არა, ბიძია გიორგი, ფერი ხებით ჩემი სტუმარი. ეგ მერე ქორდილში. ორი ხაჭაპური, კიტრი, პომიდორი და ცივილი მრა. სამართლიანი კრიტიკა. ვიზიამბო. ისევ აკრიტიკებენ გომელაურს. ხომ? ჩვენსა? ხატვა? დიახ. თქვენი ცნობთ? რამდენჯერ უსკამს დაგხატავ. მაინც რა გვინდაო? გასერჩიე. მხოლოდ ჩვენი თანამედროვე ადამიანის სახისთვის არ მოინახა ადგილი მის ესოდენ მრავალფეროვანსა და მრავალსახვევარ შემოქმედებაში. არც ღირსა მის დაკითხვა. ეს უნდა ახლა იმ გულს უსკარს. მე რა გზნობის ადამიანია. წარმოდგენილი მაქვს, როცა წაიკითხავს, რა ხასიათზე დადგება. მობრძანდით. აქა მშვიდობა. გიორგის გაუმარჯოს. მობრძანდით. მობრძანდით. ხედავ, საინტერესო სტუმარი მოგყავს. გამარჯობათ. ეს შენი შვილიშვილია? არა, ეს ჩემი შემცვლელი გახლავთ. ხვალიდან პოსტას ეს მოგდეთ. მიდიხარ გიორგი? რა? მერე და ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობა? ეგ უცვლელად შევა ბატონიკო. რა თქმა უნდა. მობრძანით აქეთ ხილი მიისწრეთ. დაბრძან. ინე. მაგრამ რაღაც ვერ ახარ თქუნება. ცოტა საწყენი შემხვდა და რა საწყენი გიორგი? გუშინ კრებაზე გამაკრიტიკეს. მეწყინა.
მთელი ღამე არ მიძინია. გმადლობ. ეგ რასაწყენია. კრიტიკა კარგია, კრიტიკა დახმარებაა. თუ დახმარებაა, მაშინ თქვენც გეხმარებიან. ამ ჟურნალში. რა, მაინც რით მეხმარებიან? ავტორი მართებულოს წერს. და მხოლოდ ჩვენი თანამედროვე ადამიანის სახისთვის არ მოინახა ადგილი მის მრავალფეროვანსა და მრავალსახოვან შემოქმედებაში. აი, ინებეთ. არც კი ღირს პატრონი იყო ამის წაკითხვა. მაინც გადავხედავ. არა. რა მოხდა რა? შარშან უზარმაზარ ტილოზე მთელი ქარხანა დახატა. და მაინც იმას უკიჟინებენ ჩვენ სინამდვილეს არ ხატავს. კი, მაგრამ რომელ თანამედროვე ადამიანზე ლაპარაკობთ? ანდა ვინ დახატოს? შენ? არა, მე რატომ? მარა ლამარა. კარგად წონდებოდეთ, ბატონო ნიკო, აი, ინებეთ. ნახვამდის. გიორგი, ერთი მად მომიცადეთ. თუ შეიძლება ერთი წუთი. აი, აქადი. აბერტი, ჩემოგზანდით. აკა. ცოტა მარკი. ტიკი მოგზანდით.
გადადებავით. რამოდენიმე სეანსი კიდევ დამჭირდება. როდის გეცლებათ, ხვალ? ხვალ მუშაობ. კვირასთან შეგიძლია? დიახ. კვირაში. კეთილი ასე იმოს მას კვირამდე. კარგად ბრძანდებოდეთ, იცოცხლეთ. ნახვამდის. ტელეგრაფის სიძევ. დღეს შენ ლამარა ვნახე ვიღაც ბერი კაცთან ერთად. რაო? თეთრი წინწკლებიანი კაბა ეცვა. ზურგზე ამოდენა პოსტალიონის ჩანთა ეკიდა. ხელში კიდევ უამრავი ჟურნალ გაზეთები. რაც მიედმოედე? სტავაცებ! ეს შეუძლებელია. გეუბნები ჩემი თვალით ნახე, შენს ლამარას დავიცნო თუ რა. გადაგებართ შვედ. ლამარა. ეს რა მასკარადია? ვაჟა. ეს მგონი ის გოგონა არის. შენ არ გითქვამს ჩემთვის რომ ის პოსტალიონია? მადრავე. ალბათონო მარიამ, არ შევია თვითონ გაარკვიონ თავიანთი საქმე. მეგონა მეხუმრებოდი შენ. პოსტაში რა მიგიყვა? რაიკომა გამგზავნა. მე? ყოველ პირველ შეერჩი. რჩევა შეაძღა შემრჩა. კიდევ კარგი რომ ოფიციანტად არ წახვედი. რატომ არ წავიდოდი? უკრაინა ხომ არა ვარ. რა არის სათაკირო? მეტი რაღა იქნება. ბიჭებმა მასხრათ ამიგდეს. ჩემ გამო? დიახ, მაგ შენი ჩანთის გამო. მიუგდე ამერიკაც ახლა ვერ ჩანთა. არა. ლამარა. აღარ გეყვარ ვარ. გადააგდე იქ ჩანდა. არა. არა? კიდევაც მიყვირი? დიახ. არა. არა, ლამარა წესიერი ჭკვიანი გოგონა, ალბათონო მარიამ. შეიძლება ჭკვიანიც იყოს, მაგრამ ქუჩა სიარული ქალი შვილისთვის. აბა რა მოცაწონი? როგორ თუ ქუჩა სიარული? არა, პატივცემულო გიორგი. ამას თქვენ საწმენად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ პოსტალიონს სახლში რძლად ვერ შემოვიყვან, ვერა. იმეორებ გადააგდე იქ ჩანდა. არა, ხომ გაიგი, არა. არა? მაშინ წოდე რომ ჩვენ შორის ყველაფერი გათავდა. გესმის? გათავდა.
რამდენი ხანია მაგ ოჯახს ვიცნობ და თურმე არ ცნობი. თქვა ეს ჯერ ახალგაზრდაა და დაუფიქრებლად მოუვიდა. რა მოხდა მე? გონსმოა მიხვდება და თვითონ მოა შენთან დაწყვეტილი. მაგრამ მე ის უფრო მწყმის, რაც დედა მისმა იკადრა. რავა, მე თუ პოსტალიონი ვარ, ადამიანი არა ვარ. მე და ჩემი სტანები სამოწყალოდ ვემსახურები. თუ მაგას თუ ქმარი პროფესორი ყავს, ჩემი შვილი მეცნიერების დოქტორი. და ჩემის პოსტალიონობით იმას ხელი არ შეშლი. რა სამუშაოზედაც არ უნდა იყოს შვილო, ადამიანი შრომა კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს მას. ხოდა ჩანთამოკიდებულმა ამ შეგნებით გავიარე მთელი ჩემი სიცოცხლე. არაფერია შვილო, პირველ სიყვარულს მუდამ მოსდეს ასეთი უსიამოვნება. გული არ გაიტეხო. დაგიბრუნდება შვილო და მერე უფრო შეგიყვარებს. არა, ის სხვანაირია, ამაღია, და არ დაბრუნდება. არ დაბრუნდება და ნუც დაგენანება. ეგ ჩანდა შვილო. არ მინდა, არც თქვენი ჩანთა და არც პოსტალიონობა, არ მინდა. ჩანთა ბერი კაცო და მართლაც მიუგდე. მივატოვე. ძალიან უძრდელად მომივიდა ძალიან. შოურაწყობა მივაყენე. რა უთხრა დედას? მამას. ყველას. რითი მართლოდა? არა. არა, სიარი ვარგებს. ყველაფერი და ქუჩა, კარტა კარგია. რატო? რისთვის?
ამ ბინაში ქარხნის დირექტორი ცხოვრობს. შვილო, ეს კარები ღია რატომა? სახში ვინ გამდები? Ani ხარ? უცნაური. ახლა თვითონ ქარხანაშია. ცოშვილი აქ არ ახავს. და ეს კარები ალბათ ღია დარჩენია. ეს როგორ მოვიდა, ფიძიაგი? ასე იცი შვილი 200,000 დარდია წუხებს. შვილი ყავს ავათ მძიმედ. აქეთ კიდე ამხალა ქარხანა. კარგია დროზე მოედით. არა, ვინ იცის, კარები ღია. აი. ლამარა, მომიძებნა გენახსოლე. ქარხანა. დირექტორი. ამინ 15:25. თუ შეიძლება დირექტორს თქვათ. მის მინდა ვრეკავთ. შემინიდა? შემინდი. ეხლა ნამუნდე. ისმენ. მეგახლავა, გიორგი. ფოსტალიონი. თქვენი ვინ დამრეკავთ? როგორ ჩემ ბინიდან? კარები დაგჩენია ღია ვადა. კარები ღია დაგჩენიაო? როგორ მოხდა არაფერი მესეს? გიორგი, თუ იცი ბინაში ქურდი? არა. ყველაფერი გზია. ძალიან ხო დამელოდო. აღარ დაკაცი ქურდები ხომ არ არიან ბინაშიო. აი, ბიძია გიორგი, იქნება ფარი. ნუ გეშინია შვილი დაჭეკი. აუ შუადღისას ქურდი არ გაიგონია. ქურდა უნდა ბნელიღა. ბიძია გიორგი, ქურდები დახვედროდნენ, რას იცავდით? დამხვედროდნენ და მილიცია და მისი ჯარი. არ შეგეცოდებოდა? არა შვილი. ქურდის შეცოდება არ შეიძლება. Давай. Давай, შვილი. Давай.
რატომ გქონდობთ ადამიანი? იმიტომ რომ არიან ზოგიერთი ისეთი სუნდაბალი ადამიანები, რომელთაც არსურთ. მიხედო და დაინახო რა ხდება ქვეყანაში. გვეცულია ცხოვრება. შენ იშრომებ ის ამ შენ ნაშრომს. მოყვა რა დაწაიხე. თუ ახლა ადამიანს სინთეზის რაიმე ნატამალი გააჩნია და ოდნავ მაინც დამოყვანილობა ქურდებას აიგებს. პატიოსანი შრომით ადვილად იცხოვრებ. ვინც ახლა ქურდობას ეწევა ის შუნდაბალის მეტაცემული ადამიანი. კარგად აკინახე საგზანდები. მე ვარ მეტაცემული, მე ვარ ქურდი. რასაც გახარ დაუძახე მილიციას. რა გაღვიძებს მერე შეხალე ახლა მეწობლები დატყნათ მე შენგეთში. დაჯექი ეუბნები. გეწყინ ქურდი რომ გიწოდე ხო? მითხარი ჯანმრთლის ბინაში დანი ხელში აქ უნდა მიჭირდეს ქურდობას რა ვიკადრებ კაცი. მოდი ასე რამ წაგახდი აქ ცხენია რა გიშლის პატიას სანგზას დაადგე. შევწდი ერთხელ მოვიპარე სასჯელი მოვიხადე 5 წელი ვიჯექი სიტყვაც მივეცი მეტი აღარ ვიქურდა. მე ვაშკაცმა საკუთარ სიტყვას უღალატე. მეც მინდა პატიოსნად ვიშრომო. მერე ვინც გაიგო ჩემი წარსული ახლოს არავინ განიკარა. თქვენი მადლობელი ვარ. მე დავა ცოტა ხანს დაიცე. გამარჯობა გიორგი. გამქურდე? ნუ გეშინია, ყველაფერი იგზი. დამზადი გიორგი. მადლობა. ძალიან კარგად მახსოვს, გავკეთე კარგი. ხდება. შენი შვილია? არა, ეს ხვალიდან თქვენი ახალი პოსტალიონი იქნება. გადაწყვიტე პენსიაში გასვლა. რა ქვია? ეს ერთი ჩემი კარგი ნაცნობის და სამუშაოს ეძებს. მე? ოდა ეგ მინდოდა მეთხოვა თქვენთვის. მივიდეს ქარხანაში. კადრების გაყოფილებაში. ჩვენ ხალხი მჭირდება. არა მაგის საქმე 5 წელი ისდა ქურდობისთვის. არა სასჯელი მოიხადა.
ახლა პატიასნად უნდა იცხოვრო. რის გაკეთება შეგიძლია? იქ ზეინგლად მუშაობდი. მადლობაც ამაქვს მიღებული. ოდო ძალიან კარგი. მოდი ჩემთან. ხომ გითხარ? ამას ეთმოვარმა რაღაც უარი უთხრა სამუშაოზე და მერე იმედი და კარგი. კარგი ნახა ღია და კინაღამ შესტაკაც. ამას თავდებო? მაგას ახლა რა ვაწყობ, სადაც საჭიროა. Hallo. Morgen gehört. Hallo. შენს ბედზე ტელეფონი გაფუჭდა თორემ. აბა, კაცი ახლა ეკედა. თვალთან არ დამენახო. დამიცადე. კარგად დამდებოდეთ, პატივცემულო ირაკლი. დაიცა გიორგი. ეგ რა მაგისი? იმუშავებს პატიოსნად. თუ ახლა ამ ხნის კაცმა ადამიანის ცნობა გარჩევა ვერ ვისწავლე. კარგი. აბადია ჩემო გიორგი. კინაღამ შევსწავლ ქალიშვილთან. შენ დაველოდე. ეხლა ეცამოყარ ჩემთან ქარხანაში. ჯერ ყველანი არც შესახლებულა. ერთი პირველ სართულზე ცხოვრობს, ერთი მესამე სართულზეა, ორიც კიდევ მეხუთე სართულზე ზევით. ჩავაბარებთ ამ წერილსაც და ჩვენი უჩვეულო დღე დასრულდება. მართლაც უჩვეულოა. თითქოს მთელი სიცოცხლე გარიარა. ჯერ კიდევ რამდენი გზა გაქვს გასავლელი. იქ ცნობილი ფოლადის მდნობელი კაკაბაძე ცხოვრობს. ჯერ ორნი არიან. მალე სამნი იქნებიან. ეკე მასწავლებლის ოჯახია. სამი დღე არაც ახალი ბინა მიიღო. ალბათ მიდე გიორგი. ახმარებას გამომძახეთ. მე გავიქცევი. ტელეფონი მეძებელ სახლშია. პირველ სართულზე. მამარა, შვილო. ჩემ ფოთას დაურეკეთ რუსთავში. დადეკ შვილო. დაგწე. დადეკ. მიდე გიორგი, მარტო არ დამძავ. ეშინია. აქ ვიქნები. თუ რამე დაგჭირდეთ, დამიძახ. Yamanide, გამოდის კი მოედის ცენტრში. ეს ალბათ კაკო მოვიდა. ნაზიმი ხელი და მოარდება გასმა, არის. მოიდა, ხელი მოარტყა.
მხედავ ჩვენებს ბურთი გა. თუ შეიძლება ტელეფონზე მინდა დავრეკო. ძალიან მეჩქარება. გეთილი გონი ტელეფონია, თუ შეიძლება დავრეკა. მაინც რა საქმეზე რეკავა? მე შეჩემ. მე თვითონ ძნელია ტელეფონზე დარეკა. ავტომატი? აგერ იმ კუთხეში. ვერ შეძდა ბუს ნელაშუს და ყოველ შემთხვევაში თუ შეიძლება ერთი წუთი სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახო. სასწრაფო დახმარება. მე შენ პენსიით უზრუნველა. ალო? სასწრაფო დახმარება. ქუჩა? ერეთლის. აი მე მოკლეს? ვინ მოკლეს? ვინ? რაღაც უბედურებაა. ალო? ალო? სასწრაფო დახმარება. მესმის. ვინ მოკლეს? ვინ? არავინ მოუკლავ. ერეთის ქუჩა ნომერი 40, მე-6 სართული, ბინა მე-16, ჩქარა, რაც შეიძლება ჩქარა. ახლავე. ლილი, შობიარე ხალხთან მივდივარ, ჩაალაგე საჭირო ხელსაწყო. ალო, ქარხანა? თუ შეიძლება გაგაბაძეს ხოლმე. გაგაბაძე ვარ. თქვენი მეუღლის დავალებით ვრეკავ. ერე? სასწრაფოს გამოვიძახე? დიახ, სასწრაფო უკვე გამოვიძახე. ეხლა მოვდივარ. როგორ ხარ შეხ? მაშინ მე მეზობლის ქალს დაუძახებ, დაუძახ. Avon, vale da bundi bitiyor Giorgio. Şimdi. Nu că şimdi. Şimdi ama. Akma bir kaçtı. Dedaz da uzaxbiç. Deda saxshi ar aris. Saxshi aravin ar aris? Saxshi me chim davar. Mashin dastgho eti tsudit. Chikara sheni jiri. O çekat şu. Vayne bitiyor Giorgio. Სასწრაფო იგლების. ის გოგონათ. ოჩათ გოგო. საცრადა? ვიდე გიორგი. კარადაშია. თეთრი ულის და თეთრი ხალათი. თუ დაგვიანეს. შენ უნდა დამეხმარო შენი ჭირი. მოგეჩი. ახლა ხალათი იტეტა. ხალათი. მიშალეთ. როქში. რითი შენო? მიშალეთ. ალში ჩავარდი. მუთა, ეჩი.
ექიმი. ექიმო. ნუგეშინე, დათვადი ჩემო კარგი. რამდენი ხანია ეს ოჯახი შვილს ელოდება? აბა თქვენიც. თქვენ ქალის მამა ბრძანდებით? არა, მე პოსტალიონი. წერილი მოუდამე. და ასეთი ამბავი დამხვდა. როგორ იქნება ბატონო საქმე? თუ გეშინიათ, ყველაფერი რიგზე იქნება. შენ ამბავია, კაი. ბიჭი შეგეცინა, ბიჭი. შენი ჭირინე, გიორგი. შენი ჭირინე რომ და კარგი ამის მახარებელი ხარ. ამოდენა სამსახური გამიწიეთ და ეხლა მიდიხარ? ეხლა სამსახური გაგიწიე. აგერ ლამარას რომ არ ეყო ჩაღნადა. ექიმი არ მოეყვანა, მე ვერაფერი ბებია ვიქნებ. ვაჟიშვილი შემეძინა და ერთი ჭიქა არ უნდა დავუვას. ვერსად ვერ გაგიშვებ თქვენ არ მოვიდეთ. ბიჭი გიორგი. მე წავა. 10 საათია დედახელი. ხო? გითხარი და გიბრუნდება. აბა? გიორგი, ეს მომავალ ფოლადის მდნობელ. ახლა დაბადებულ შენს ვაჟკაცს გაუმარჯო. როგორც დრომდე ჩანაგრა არ დავივლი ძველებურად ქუჩებს და მენა ჩემი ძველი ხალი ჩანდა ძველებურად ქუჩებს და მენა ჩემი ძველი დღარი ჩანდა მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი ბრმა
მივაგნებ ყველა სახლის გარე რახანია ძერილების ჩანთას და მე გარიდან გარზე დავატარე წერილების ჩანთას და მე გარიდან გარზე დავატარე ნატალია სადა ხარ კაცო მთელი ღამე სად არ გულებაზე ვარ ნატალია აკზე გეტყობა მინო დაგილებია დამილერია ვერ გამოხდა გაცხედინეთ რაბე არა ვერ მოიქეცი ისე როგორც თქვენ გიკადრება დამნაშავე ვართ რამეში ისინი ჭირებესე ჯობია ის მკითხო ჩამთავის ჩაობარე ჩანთაო იცი ამბობ თითქოს მინისტრის პორტფელი ჩაგებარე გაუნათლებელი ხარ ნატალია და გაუნათლებელი დარჩი ესა ახლა ჯობია შენ ცივიწყალი მომიზადო და ახალი ტანსაცმელი სურათი მაგალასაღები შენი ჭირივე ლექსელი Zandy? ბიძია გიორგი Rama, ხასიათრე? შენ რა მოგიყვა? თქვენ სახაზე დეპეშა მოვიდა მოსკოვიდან გამგესწრე რომ მე გადმომეცა თქვენ მოსკოვიდან? დიახ აი დაგიკითხა გულით გილოცავ დაბადებიდან 75 წლის შესრულება და საბჭოთა ადამიანის სამსახურში გატარებული შრომის 50 წლისთან ვისურვებთ ჯანმრთელობა პირადად ჩემგან საჩუქრად მიიღეს ოქროს საათი საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის მინისტრი Natalia. Მოსკოვიდან. დეპეშა. დეპეშა? გიორგი. იცოცხლი შვილო. იცოცხლი. მე დავიდე ბიძია გიორგი. ეს რომ ჩემი პირველი წეა. დაჩი. გაიხარე ცხოვრებაში ისე როგორც შენ მე დღეს გამახარე.